მოგესალმებით. Დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის ზოგადად ბერმონაზნობა და ამ ბერმონაზნობის დღევანდელი რეალობა, ქართული რეალობა. რამდენად შესაძლოა ეს ქართული რეალობა იმ ისტორიულად წარმოშობილ და განვითარებულ თავის სიახში უდიდეს სიმაღლეებს და სიღრმეებში წვდომას მიღწეულ ბერმონაზნობას თანამედროვე ქართული რეალობა, ამას ჩვენი საუბრის კონტექსტში განვიხილავთ. ზოგადად ბერმონაზნობის წარმოშობის ისტორია მეტნაკლებად ცნობილი არის, მაგრამ მაინც თქვენს ნებართვით შეგახსენებთ ამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს. ზოგადად მარტომყოფელობის ტრადიცია ეს არ არის მაინდამაინც ახალი აღქმის ან უბრალოდ ქრისტიანობის მაინდამაინც ესე ვთქვათ ექსკლუზივი. ჯერ კიდევ ძველ ხანაში არსებობდა ამის მართალი არა იმ სახით, როგორც შემდგომში ეს ყოველ ახალ ხანაში, მაგრამ მაინც ამგვარი ხასიათის სამოღვაწეო ასპარეზი, მაგალითად უნდა ნაზორობელობა მოგესალმებით. ამგვარი ვთქვათ რაღაცა ღვაწლები ვთქვათ არის ცნობილია სხვადასხვა თუნდაც ბუდისტურ რელიგიებშიც არის, მაგრამ კლასიკური ჩვენას რაც გვაინტერესებს კლასიკური სახე ბერმონაზნობისა ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო არის ქრისტიანული ბერმონაზნობა და არა სხვა, თუმცა კიდევ ვიძახით რომ ძველ ხანაში ამის რაღაცა ისე ვთქვათ მინიშნებები და მოღვაწეობის ასპარეზი ესე ვთქვათ არსებობდა. თვითონ ისტორიულ კონტექსტში პირველი ვინც ესე ვთქვათ მარტომყოფობა ესე ვთქვათ ამჯობინა ვთქვათ ერში ყოფობას, როგორც ცნობილია ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელობიდან, ეს არის პავლე თებაიტელი. ხოლო სამონასტრო ესე ვთქვათ, ეს არის მესამე საუკუნის ბოლოს მაცხოვრებელი ადამიანი, ხოლო ბოლო ესე ვთქვათ, ბოლო არა, ესე ვთქვათ, საბოლოო ესე ვთქვათ, ესე ფორმირებული ხასიათის და უკვე მაგალითის მიმცემი და ტონის მიმცემი ქრისტიანობის ისტორიაში აღმოჩნდა და არის დღეს რა თქმა უნდა ანტონი დიდი და მისი მოღვაწეობა ეგვიპტეს უდაბნოში. ეს ცნობილია ყველასთვის, მაგრამ ვთქვათ, ახლა თუ რამ გამოიწვია ზოგადად და კერძოდ კიდე ახალ აღქმის ეკლესიაში ამგვარი ტენდენციების გაჩენა, ანუ ეკლესიაში, ქრისტიანობაში ადამიანებს გაუშვდა სურვილი, რომ გამარტოებულიყვნენ, გასულიყვნენ ერიდან, გაქცეულიყვნენ ხშირ შემთხვევაში და დაეწყოთ იქ მოსაგრეობა, მოღვაწეობა, თუმცა მიზანი არ შეცვლილა. მიზანი ისა ცონება არა, თქმა უნდა აწიყო ვთქვათ ერში, უბრალოდ ეს ტენდენცია და მიმართულება გადაინაცვლებს ამ ადამიანების სახით, ვინც გააკეთა ამგვარი არჩევანი მათი სახით, გადის ერიდან უდაბნოში. კი ბატონო, ამას თავის მიზეზები გააჩნია, რა თქმა უნდა, და ეს მთავარი ესე ვთქვათ, მიზეზი ყველა ეკლესიის ისტორიკოსი თახვდება ამაზე, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის აპრიორი რომ ასია, მაგრამ ძირითადში ყველა ისტორიკოსი ეკლესიისა თახვდება, რომ ამის მიზეზი გახლდათ, ანუ ბერმონაზნობის ესე ვთქვათ წარმოშობის არა, ტენდენციები ამგვარი არსებობდა, როგორც თქვი, არამედ ბერმონაზნობის პოპულარიზაციის, ბერმონაზნობის განვრცობის, ბერმონაზნობის გაფართოების და უკვე ესე ვთქვათ ამგვარი შავი სამბლოების მოდი შემდგომში უკვე შემდგომ საუკუნეებში ჩამოყალიბება, ესე ვთქვათ ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ქრისტიანობის საბოლოოდ ლეგალიზაციამ, ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ რომის იმპერიაში ჯერ რა თქმა უნდა და შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებშიც რა თქმა უნდა. ანუ რასაოცარია რა თითქოს და რატომ პირიქით ლეგალურად შეგიძლია იწამო რაც გინდა, ვინც გინდა, აღასრულო ის რაც შენ გინდა და ამ დროს ეს ხალხი გადის ეკლესიის მიღმა. ეკლესიის მიღმა არა, აი ამ მორწმუნეთა ერთობლიობის მიღმას, რაღაც ეკლესია და იწყებენ მოღვაწეობას, მარტომყოფილ მოღვაწეობას. თითქოს და პარადოქსი არის. ქრისტიანობა გახდა ნებადართული ყველგან,
სახელმწიფო რელიგია არის, პირიქით კონსტანტინე დიდი მაქსიმალურად ცდილობს რომ პატიში ამყოფოს სასულიერო იერარქია და როგორც ქრისტიანები ედიქტებს ერთი მეორის მიყოლებით გამოსცემს კონსტანტინე რომ ამ ედიქტების წყალობით ასე ვთქვათ იმ წარმართულ საზოგადოებაში ქრისტიანებს მეტი პრივილეგია მიანიჭოს კვირა დღე ცხადდება დასვენების დღე ეპისკოპოსის სასამართლო სახელმწიფო სასამართლო სტატუსის მატარებელი ხდება ანუ ფაქტიურად ქრისტიანს აღარ ჭირდება წარმართი მოსამართი წინაშე პასუხისგება თუ ამას დააშავებს ამით მისი მოსაჯულე არის უკვე ეპისკოპოსი ანუ რელიგიურ სასამართლოში გადადის უკვე მისი საქმე ანუ თითქოს და ყველა ის გარემო პირობა რაც არსებობდა მაშინ ხელშესაწყობია იმისთვის რომ ადამიანი განვითარდეს შინაგანად სულიერება მისი არანაირ გარეგან უხეშ ზეწოლას არ განიცდის პირიქით ნებადართულია ლეგალიზირებულია სარწმუნოება და რაც გინდა ისაკეთე რა სიღრმეებსაც და სიდიადებსაც გინდა იმას ჩასწვი რა პრობლემა არის ამ დროს კიდევ ვიძახი რომ ამ მოვლენამ განაპირობა სწორედ რომ ბერმონაზნობის ჩამოყალიბება, გაფუჭკნა, განვითარება და პოპულარიზაცია. აი ამ მოვლენამ, ანუ რა, სახელმწიფო რელიგიას გახდომა ქრისტიანობისა. გასაოცარია. რატო? მე თქვენთვის ხშირად მithქვამს ეს ფენომენი, ეს ესე ვთქვათ აზრი, რომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანობის ასეთ ლეგალიზაციას, ამ სიმაღლეზე აყვანას, ესე ვთქვათ, დევნილი მდგომარეობიდან გაბატონებულ სარწმუნოებას ქცევას, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ დადებითთან ერთად მას მოყვა ბევრი უარყოფითი და მთავარი. ამათგან კი არის ის, რომ მას მოყვა ქრისტიანების ხარისხის გაფუჭკნა, ესე ვთქვათ. და რატო? მოგესალმებათ. ამ პერიოდში როცა სახელმწიფო რელიგია არის ქრისტიანობა და პრივილეგიები ენიჭება ქრისტიანებს მეტი ვიდრე სხვა სამეფო კარგი, საიმპერატორო კარგი არის ქრისტიანი, ცხადია მიმბაძველი ამ სარწმუნოების თუ ესე ვთქვათ ანგარებით მოსული ამ სარწმუნოებაში მათ შორის სასულიერო დაშიც რა თქმა უნდა ბევრი აღმოჩნდა. უფრო მეტიც სასაოცარი არის. მანამდე ნათლიობის ინსტიტუტი არ არსებობდა. ადამიანი გადიოდა კატეხიზურ მომზადებას და შემდგომში ინახლებოდა ის სამრევლო ყველა იცნობდა ამ ადამიანს. აი ამ პერიოდში უკვე შემოდის ნათლიობის ინსტიტუტი შეიძლება იყოს რატომ? იმიტომ რომ უკვე ყველას რეფერენდუმია, უკვე მონახულია თუ არა მონახული, უკვე შეიძლება ადამიანი იყოს და მოიტყუოს. აღმოჩნდა მონახულია შეიძლება იყოს. ამიტომ მას სჭირდება ერთგვარი მოწმის არსებობა, რომ ის ნამდვილად მონახული არის. გასაოცარია. აი ამ პერიოდიდან იწყება ეს ამ ინსტიტუტის თქვენ შეიძლება ითქვას შემოსვლა ქრისტიანულ რეალობაში. და რის მაჩვენებელია ეს? მაჩვენებელია მხოლოდ იმისა, რომ ქრისტიანობის ხარისხი, ზოგადი სურათი ფუჭდება. და გააფუჭა რაოდენობა. რაოდენობა როგორც ბევრჯერ მithქვამს და როგორც ცნობილი საყოველთაო ჭეშმარიტება არის, რაოდენობა არნიშნავს ხარისხს. აი ეს ხარისხი დაეცა და იმდენად დაეცა, რომ აღმოჩნდა ადამიანები აი ამ გარემოში, რომლებიც ვერ ხედავდნენ თავისი სულიერი წინსვლისთვის აუცილებელ საზრდოს, აუცილებელ სასოწლო სივრცეს. ვერ ხედავდნენ იმ ერში და ისინი გადიან ერიდან და იწყებენ ბერმონაზნულ მოღვაწეობას. აი თავარი სტიმული, თავარი იმპულსი შეიძლება ითქვას ბერმონაზნობის ჩამოყალიბებისა იყო ეს მომენტი და მართლაც ქრისტიანობის ისტორიაში მართლაც ბერმონაზნობა არის ფუნდამენტი რწმენისა, სადაც აკუმულირებულია მართლაც ერთის მხრივ ეკლესიური გამოცდილება, მეორეს მხრივ ცხონების გამოცდილება, ხათი ეკლესიური გამოცდილება და მეორე სულიერი საუნჯისა, რომლის ესე ვთქვათ ექსპორტი მე ხდებოდა ისევე ამ ერში. და მასაზღვრებელი წყარო იყო ეს გარემო. მოგესალმებათ, პირველი ეს იყო ანტონ დიდი და მე შემდგომში შეცვლილი ეს მოღვაწეების პლეიადა, რომელზეც დაფუძნებული იყო შეიძლება ითქვას ბერმონაზნული მოღვაწეობა.
საქართველოს სხვადასხვის უადრეს პერიოდშივე ჩაერთო ამგვარ მოღვაწეობაში, იმიტომ რომ ჩვენ მე-5 საუკუნედან უკვე ჩვენ ფაქტიურად გვაქვს მონასტრების წმინდა მიწაზე. იგივე საქართველოშიც ლაპარაკია, რომ ესეთი მსგავსი თქვათ ტიპის მონასტრები არსებობდა. მე-6 საუკუნეში სამისიონერო მოღვაწეობით შემოდიან ასურული მამების მოღვაწეობა მოგცნობილია, სამონასტრო მოღვაწეობა არის ასევე და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყოველთვის აღარ და უფრო ალბათ შესწავლილი ეპოქა არის, ეს არის უკვე გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა, მისი ბერგონაზღული მოღვაწეობა და როგორი მოღვაწეობაც, ხო? და ბოლოს უკვე ჩვენი ქართული დღევანდელ რეალობა. ეს მცირედი ისტორიული ექსკურსი, ზოგადი ექსკურსი, იმიტომ გავაკეთეთ, რომ უფრო გასაგები გახდეს იმ თანამედროვე რეალობის ნაკლოვანი მხარეები, თუ რა თქმა უნდა ამგვარი არის. და რაც არის პარალელები გავატაროთ იმ რეალობასთან, იმ ფასეულობებთან, რომელიც არ ცვდება. ფასეულობა რა არის, რა თქმა უნდა. თავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი მოღვაწეობისა ეკლესიაში ეს იქნება ერში თუ ბერში, თეთრი საღვთო იქნება თუ შავი საღვთო, ერთია, მიზანი არ იცვლება. მიზანი ქრისტეს განკაცებიდან აქამდე და ვიდეს ქვეყანა არსებობს, ერთ-ერთი ეს არის ადამიანის მიყანება ღმერთთან, ადამიანის ცხონება, სხვა მიზანი არის და ეს გზაც, იმიტომაც გაჩნდა თავისთავად ისტორიულ კონტექსტში და ისტორიულ განფენილობაში, იმიტომ გაჩნდა, რომ ეს დაინახეს, აი ამგვარი საჭიროება დაინახეს იმ რეალობაში და რეალობას ჩამოყალიბდა იმ დროინდელ საზოგადოებაში. ამის გარეშე ის ადამიანები ვერ ხედავდნენ გადარჩენის სხვა საშუალებას. იმიტომ რომ ისინი დარჩენილიყნენ ერში, მათი გადარჩენა არ შესდგებოდა ქრისტეში. ამიტომაც მათ მონახეს ეს გზა. და კიდევ მეორე ეს გზა არის საკმაოდ აპრობირებული უკვე ადრე უკვე აქამდე საკმაოდ ძლიერი გზა არის, მაგრამ ჩვენი ესე ვთქვათ უბედურება, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ესე ვთქვათ დარდი არის ის, რომ ჩვენ გვინდა სწორედ იმგვარი ბერმონაზნობა ყავდეს, რომელიც იმ საფუძვლებზეა, იმ მართლაც მარადიულ ფასეულობებზე დამყარებული, მათი ესე ვთქვათ სულისკვეთე, მათი აზროვნება, მათი მოღვაწეობა, რომელიც ასე ნაკლები არის, მართლაც ობიექტური მიზნების გამო ნაკლები არის ერში. ვიდრე უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს ნამდვილად ერის მიღმა, ანუ მონასტრებში უნდა იყოს, მაგრამ რამდენად არის, რამდენად ექცევა ამას ყურადღება, ეს განვიხილოთ თემის განმავლობაში. გრიგოლ ხანძთელი მევახსენე, მართლაც უდიდესი მოღვაწე არის ქართულ რეალობაში. ჩემი უსაყვარლესი წმინდანია, შეიძლება ითქვას. გიორგი მერჩულეს, ესე ვთქვათ, მისი ეს ცხოვრება, მართლაც უნიკალური ძეგლი არის ქართულ რეალობაში, რომელიც სხვადასხვა შემთხვევით აღმოჩნდა ჩვენთან. მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამდე მაგალითად ილია ჭავჭავაძემ საოცარია რა, არ იცოდა ამ ძეგლის არსებობა, ანუ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ცხოვრება არ იცოდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო აღმოჩენილი ეს ხელნაწერი. საოცარია რა. ჩვენის ვიცით საბედნიეროდ. და გვაქვს ეს ტექსტები. და ჩვენ ნახავთ თუ როგორი ვიცით ნასწავლიც გვაქვს და ისაც კომპილაციას თუ როგორი მართლაც მეცნიერული მოღვაწეობა მიდიოდა ქართულ მონასტრებში იმ გაპარტახებულ რეალობაში, როდესაც იწყებს გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობას. გაპარტახებული რეალობა არის და ახლოსაც კი არ მოდის, შეიძლება ითქვას, იმ რეალობასთან, და რეალობაშიც ჩვენ ვიწყებთ მოღვაწეობას. ანუ რას გულისხმობ? პოსტსაბჭოურ რეალობას გულისხმობ. ანუ ის პოსტსაბჭოური რეალობა შედეგები ახლოსაც არ არის ის რეალობა, რა რეალობაშიც მოღვაწეობს თავის სიმძიმით ცხადია თორე ახლა რაზე ლაპარაკე. რა რეალობაში მოღვაწეობს გრიგოლ ხანძთელი თავის დროს. ფაქტიურად ცენტრალური ნაწილი ქართლისა აღარ არსებობს, ცხეთა დანგრეულია, მოოხრებული არის. ამიტომაც გრიგოლ ხანძთელი მოღვაწეობას იწყებს სწორედ ქვეყნის სამხრეთით, ტაო-კლარჯეთში, ჯავახეთში, შეიძლება ითქვას. ეს ერთი პოლიტიკური მხარე არის, მაგრამ მეორე მომენტი პოლიტიკური მხარისა არის ის, რომ ყველანაირად სულიერი დეგრადირება ხდება ამ პერიოდში, ამ ჩვენი ქვეყნისა
მოგეხსენებათ თბილისში არაბების ხედან თანამდებობები, საეკლესიო თანამდებობები მათ შორის იყიდება ფულზე, ანუ კლასიკური სიმონია არის. ცქირის ეპიზოდიც გახსოვთ თქვენ არა, ეგ ხანსელის ცხოვრებაში ვინმე ცქირი უნდა დაიპყრო ძლავრობითო ანჩის საეპისკოპოსო. ანუ ის სიმონია, ის ძალადობის მომენტები, რაც კი იყო ეკლესიაში, ამგვარი სიმძაფრით შეიძლება ითქვას, პოდსაბჭოურ რეალობაში, რომლის დროსაც ჩვენ დავიწყეთ ზოგადად ეკლესიის მშენებლობა და მათ შორის ბერმონაზნული მოღვაწეობაც, ამგვარი პრობლემების წინაშე ჩვენ ეკლესია არ მდგარა, როგორც წინაშეც იდგა გრიგოლ ხანძთელი. მაგრამ მიუხედავად ამისა, გრიგოლ ხანძთელის მოიტყვიან მოთხოვნათა სკალა არის ძალიან მაღალი. რას გულისხმობ? მისთვის რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რამდენი მორჩილი, რამდენი ბერი ეყოლებოდა მას ხელქვეითად. არავითარ შემთხვევაში, პირიქით, თქვენ გახსოვთ თუ როგორი რუდუნებით იმუშავებს, როგორი მეცნიერული შეიძლება ითქვას გამოკვლევით და მეცნიერული გამოწვევით იმუშავებს, თუნდაც თავის მიერ დაარსებულ მონასტერში ტიპიკონებს. გახსოვთ? ჯერ მოიძია საბაწმინდური, მერე კონსტანტინოპოლური, ერთმანეთს შეაჯერა, თავისი ჩაურთო, ანუ თავის კონტექსტში, ესე იგი ქართულ რეალობას მიუსადაგა და ამგვარი, ესე ვთქვათ, ტიპიკონი დადო თავის საძმოსთვის. გასაოცარია რა. ეს ერთი მომენტი, ეს ტიპიკონის მხარე. მეორე, როგორ იღებს საძმოში მორწმუნეებს, ძმებს, ანუ სურველებს, ვისაც უნდათ რომ შეუდგენ ამგვარ მოღვაწეობას. აქაც საოცარი დადავარქვა face control-ი, face control-ი არ კმაროდა, რა თქმა უნდა. არ კმაროდა ეს, როგორი გამოცდები, უსასტიკესი გამოცდებიც კი იყო, შეიძლება ითქვას დღევანდელი გადასახედით, ეს შეიძლება ასეც დავინახოს ვიღაცაებმა, რათა გამოეცადა ეს ადამიანები და ვინც ვერ ჩააბარებდა ამ უსასტიკეს გამოცდას, ისინი რაღაცა ნიშნის მოგებით, ან ესე ვთქვათ, რაღაცა დამდურვით კი არ ტოვებდნენ იმას, დანანებით, სინანულით, რომ როგორ ვერ გაიარეს ეს გამოცდა ამ დიდი ადამიანისა. ჩვენი რეალობა სამწუხაროდ ამგვარი არ არის. გრიგოლ ხანძთელი არ ეძებდა რაოდენობას, მიუხედავად იმისა, რომ დაქცეულია საქართველოს, დაქცეულია არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სულიერად. დეგადირებული არის. მათ შორის, როგორც ვიცახი, საეკლესიო კრებულშიც. მაგრამ რაოდენობას არ ეძებს. გრიგოლ ხანძთელი არ ეძებს აგრეთვე მატერიალურ დახმარებასაც. ანუ სპონსორებს, ესე ვთქვათ. არ ეძებს, თვითონ მოდიან, შეიძლება ითქვას. ზარა, თქვენ რა გონიათ, ის სპონსორი ვინც მოდის გრიგოლ ხანძთელთან, ანუ კრიტორი დავარქვათ ამასა რა, უფრო ლამაზიანით ესე ვთქვათ, ხო? რა გონიათ, იცი რა, მამაო, მე ახლა იქ ავაშენებ ამას, აი ესე შენ უგეშინიან, მოგიწყო ყველაფერს ხუთიანზე და მე ჩვენ ვიცით რა. არა. გასაოცარია, გაბრიელ დაფანჩულის ფრაზა, როცა ის ეუბნება, კი არ ეუბნება, ეხვეწება რას? რას თხოვს, რომ მე ავაშენებ ტაძარს, მე დაგეხმარები და მე სანაცვლოდ მე ესე ვთქვათ ხელის მოძღვრად გამიხდი, ანუ რას გულისხმობ მაშინ? როცა მინდა მაშინ მოვა, როცა ჩემი აშენებულია რა. და ვიზა მომეცი სამოთხეში. ამგვარი კონტექსტი. არა, ასე ეუბნება. ეუბნება რა, თხოვს, რომ თქვენ გაქვთ სიმრავლე სულიერი, ანუ კეთილი, ბევრი გაქვთ, ჩვენ გვაქვს მატერიალური. და მოდით რა, ურთიერთ შევაზავოთ ეს სიკეთეები რა, ჩვენ მოგცემთ მატერიალურს, თქვენ მოგვეცით სულიერი. მე ვეჭვობ, ვინც დღეს კრიტორები არიან, რომ ისინი ითხოვდნენ სულიერს სანაცვლოდ იმისას, რასაც ისინი იღებენ მატერიალურს. მე დიდი ეჭვი მაქვს. ეჭვი არ მაქვს, ეს ჩემი ზუსტი მტკიცებულებაა, შეიძლება ითქვას, რომ უმეტესი
კრიტორებისა, ვინც აშენებს ეკლესია მონასტრებს, მათი სურვილი არის არა სულიერის, ან თავის სულიერი სამყაროს განვითარება, გაძლიერება, გაღრმავება, არამედ არის მარტოოდენ აგებული ეს ამ პარტავნებაზე და ანგარებაზე. ანგარებასაც ორგვარი არის, რა თქმა უნდა, ანგარება არის, ანუ ის, რომელიც დაკავშირებულია ამ პარტავნებასთან, ისედაც ამ პარტავნების შვილი არის ანგარება, რომ მე ავაშენე რაღაცა, ან არის ფულის გათეთრების წყარო არის ეს მეორე ვარიანტი, უარეს ვარიანტი, ან კიდე არის ის ვარიანტი, რომ გონია ამ თავის თქვათ აღაღებული საშუალებებით ის მას ეს ჩაითვლება დიდ ქველი საქმე ღვთის წინაშე, ოღონდ ის არც იმახულებს, არც ილოცებს, არც ესე თქვათ საკუთარ ვნებებს დაუწყებს ბრძოლას, ისევ გააგრძელებს ქალებში სიარულს, ისევ გააგრძელებს კაზნებში სიარულს, ოღონდ ეს გაღებული საქმე იქ ჩაითვლება სადღაც. გრიგოლ ხანძთელთან, რა თქმა უნდა, ამგვარი საუბარი, ამგვარი мотиваციური ნაწილიც არ გამოდგებოდა. აქეთ ხვეწებიან, რომ ჩვენ მოგცემთ მატერიალურს, ხოლო ჩვენ მარტო გვინდა თქვენი სულიერი მხარე. გაქვთ სიმდიდრეას და შევზავოთ, ურთიერთშევზავოთ. აი ამგვარად ხდებოდა აღშენებლობა გრიგოლ ხანძთელის დროს და ხაშორის კიდე გეუბნებით არც გრიგოლ ხანძთელის мотиваცია ყოფილა რომ მრავალი საქმე ყოფილიყო თქვა, მაგრამ მრავალი საქმე გაუხდა იქ. და არც ეძებდა სპონსორის, მაგრამ მრავალი მონასტერი ააშენა გრიგოლ ხანძთელმა. და აი ამ გრიგოლ ხანძთელის ესე ვთქვათ მაგალითებზე მინდა მართალი უკვე მეტნაკლებად შემოვიდა დღევანდელი რეალობა, მაგრამ მაინც განვიხილოთ რეალური მდგომარეობა. რეალური მდგომარეობა მე იმიტომ ვამაყავს, რომ მე მაწუხებს ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ თუნდაც მე როგორც აღნიშნე, რომ მონასტერი სულიერ სამყარო, ესე ვთქვათ, ეპიცენტრი იყო ყოველთვის ისტორიულ კონტექსტში და მისგან საზრდოობდა როგორც ერი, ასევე სასულიერო პირები რა. მე მაკლია ეს. მე პირადად ეს მაკლია, იმიტომ რომ მე ამგვარი თქვათ სულიერი კრიზისი რომ დადგეს ჩემს ცხოვრებაში და ეს ყოველთვის დგება ყველა ადამიანის ცხოვრებაში თხადია, მე ამგვარი თქვათ გარემო არ მეგულება აცოც-აცოც იყო საქართველოში, რომ მე ამგვარი ნაკლოვანება მე შევირსო. ისევ და ისევ მიმართავ გრიგოლ ხანძთელს, ისევ და ისევ მიმართავ ძვებავებს, ანტონი დიდის, ახუმიდიც და მაგარიდის და ანუ მე იმის ხმაკი არ მინდა რომ თქვათ დღეს არ ყავს სამწუხაროდ მაგარი ახუმიდიდები და ასე შემდეგ და ასე გრიგოლ ხანძთელები და რაც დღეში ვარ ხალხ, ამაზე კი არ მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა. მე საუბარი მაქვს იმაზე რომ მიმართულება თუ რა გეზით მიდის დღეს ვერ მონაზვნობა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ და მე თქვენ თვითონ განსაჯეთ თუ როგორი გეზით მიდის მონაზვნობა დღეს საქართველოში. კი, გარეგნული მხარეთ შეხედოს ვიღაცამ, მართლაც აღშენებლობა არის, აყვავებული არის, შენდება მონასტრები, კეთილ მოეწყობა ეს გარემო. ასე თუ ისე ბევრი ბერმონაზონიც არის უკვე შავი სამდელოება. მართალია ეს ხალხი იძალება თბილის მაინდამაინც, მაგრამ ნუ მაინც არის ასე ვთქვათ, არიან ესე ვთქვათ ეს ხალხი. და მე ერთი მაგალითი, რომელიც მე შპიალეთ მე შემემთხვა, ჩემი პირადი ესე ვთქვათ პატერი კი არის. და მინდა გაგაცნო თქვენს და აი ამ მაგალითზე შეიძლება ეს განზოგადებულება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ უბრალოდ მანიშნებელია იმ ტენდენციისა, თუ რა ტენდენციაც სუფევს დღეს ჩვენთან. ერთ-ერთი ჩემი მრევლის მეგობარი, ახალგაზრდა თინეიჯერი მაწვილი, როგორც ჩანს რელიგიური, ესე ვთქვათ, აღზნებადობის პერიოდში დავარქვათ, სულიერი აღტკინების პერიოდში რატომ მოვიდა ეს თავში არ ვიცი, მაგრამ ოშთხოვში ფაქტი ასეთია. გადაწყვიტა წასვლა მონასტერში. სამუდამოდ. მას ყავდა მოძღვარი თბილისში
ყავდა ოჯახი, ავადმყოფი დედა, მამა და გაიქცა მონასტერში. ხა ეს ჩემი მრევლიც ვის მეგობარი იყო. მას დაუკავშირდა დედამისი, რომელიც ავადმყოფია ხალი. და ეხლა წება რომ გამირკვიეს, სად წავიდა ჩემი შვილი. სად გაიქცა? ან რატომ გაიქცა? თავის მოძღვარს დაუკავშირებდა მისი ბავშვის მოძღვარს და ის ზაგებაში არის თუ სად წავიდა, როგორ წავიდა. გავიგეთ როგორც იქნება სად წავიდა. და მე ვითავე ვისულიყავი იმ ასე ვთქვათ გამგებელთან, ვინც განაგებს იმ ასე ვთქვათ სამონაზრო არეალს, ასე ვთქვათ. და მივადექი და მგონია რომ საკეცო კანონები წერა მამათა ესე ვთქვათ დამოძღვრები და სულ პრეცედენტები, რაც კი ამ 2000 წლოვანმა ეკლესიის გამოცდილებამ და ისტორიამ მოგვიტანა და რაც რომლის წყალოდანაც ჩვენ ყველანი სარგებლობთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აბა თუ ეს გამოცდილება გვაქვს ამხელა საუნჯე და არ გამოვიყენეთ, რისთვის გვინდა, რა შავყვად გვინდა ეს გამოცდილება, ხო პრინციპშია რა. და მგონია რომ ეს გამოცდილების მაგალითზე, საბუთებზე, არგუმენტებზე ბოლო-ბოლო გავაგებინებ ამ ადამიანს, რომ ეს ადამიანი, რომელიც გამოქცეულია სახლიდან, არის უპასუხისგებლო, დაუმორჩილებელი, ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელიც უნდა გამოუშვას სახლში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ოჯახი არის მოწინააღმდეგე ამისი, ავადმყოფი დედა ყავს სახლში, მეორეს, მისი მოძღვარი არის მოწინააღმდეგე ამისი, მისი კურთხევა არა აქვს. ამ საქციელზე, ანუ როგორი საოცარი რაღაცაა რა, ადამიანი მორჩილებას იწყებს ურჩობით. ასაოცარ ქრისტიანობა არ ვიდაგება რა. ეს არგუმენტის მოუქმე და ბოლოს მე თქვი ახლა ქვას გახეთქს მეთქი არგუმენტს მეთქი. მე თქვი რა იყოთ მეთქი კაცო, ეს ვინ არის ამის თანამეთქი რომ იოანე ოქროპირიძე დიდი ვიმე არის მეთქი კაცო, რომ იოანე ოქროპირიც კი დედა სასწრაფოდ ხოვა დედა რომ არ წახვიდე, არ დამტოვო. ოქროპირი ცხოვრობდა მასთან ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, პატრიციუსი იყო, გიდარი იყო, შეეძლო მოსახურეები დაიქიავა დამისთვის, ავადმყოფი დედისთვის, ოქროპირიძე ლაპარაკი. რასული იყო ისე, მაგრამ ბოლომდე ცხოვრობდა დედამისთან, სანამ არ აღესრულა ოქროპირის დედა და მე გაყიდა ეს ხოლმე წადა მონასტერში მე ოქროპირი, ხო? ცნობილია ისტორია. და მე ვინ არის ეს ამისთანა ოქროპირზე დიდი ან თუ მეთქი ეს არსება მეთქი ადამიანი, რომ ასე ტოვებს ოჯახს, ავადმყოფ დედას, არც მომლელი ყავს, არც ფული ღებები არ აქვს. თან ურჩობით. და გონია ხალხს გაახეთს მეთქი ეს არგუმენტი და სახში დავაბრუნდა შვილი მეთქი ერთი სიკეთე გავაკეთე მეთქი ფიქრებთ. მაგრამ თურმე სადუართ. მისმინა ბევრი ცოტა მისმინა. მე ვიციო პრინციპების დამოკიდებულება ამას. თბილისში მან იგულისხმარა კონკრეტულად თქმული მივხვდი ეს არა თბილისი, არამედ ზოგადად თეთრი სამღვდელოება იგულისხმა ცხადი. არის მასე არის არ გავხდი მონასტერში მაშინ. აბა მე საიდან აგავ შევს მონასტრები ახლა მე. მაგარი როგორი ტრადიციებზე აგებული პასუხი არის. ბერმუნას ტრადიციებზეა რა. რომ ესე თუნე ბერებს ესე თქვა ასე ოღონდ იქ მივიდეს და ასე და მე იჭერენ ესე თქვა ესე თქვა რა. დააკავებენ ადგილზე. აბა ესე სხვანა როგორ შეავს ბერმუნას ნომერები. სხვანა როგორ გახდება სხვანა თუ ძალათი არ მიიყვანი ან დატოვე ძალათი იქ ადგილზე და არ გაუშვიმევ თქვა რა. გასაოცარია რა. გრიგოლ ხანძთელი კიდე გეუბნები როგორ იღებდა თავის საზმოში სურვილი ქონდა რომ ამგვარი მოღვაწეობა დაეწყო. ყველას არ იღებდა თან მაშინ უფრო კრიზისული, კრიტიკული მდგომარეობა იყო, ვიდრე დღეს არის, თქვა. ესეთი მაგალითი. მეორე მაგალითი. გრიგოლ ხანძთელს აი ესე წვალებით, ასეთი დიდი, თქვა, გამოცდების, თუ დიდი რუდუნების შედეგად შეძლო საძმო შეგროვება, შეძლო აშენება იქ მიუვალ ადგილებში, თქვა, იმ კომპლექსებისა ჩამოყალიბებისა იმ მართლა საგამართლებო ცენტრებისა, თქვათ იქ ეს მარტო ეს არ იყო მონასტერია რა. და
ორი მოწაფე გაექცა გრიგოლ ხანძთელს. ოღონდ გაექცა და უცუდი მასწავლებელი იყო არა. უბრალოდ ორი ხიბლში მყოფი ადამიანი გაექცა და მათაც მოუნდათ თვითონ რომ ასე ვთქვათ, დაიწყოთ მოღვაწეობა, მოსაგრეობა, მონასტრის აშენება მოუნდა. ეს ცნობილი ისტორია მოგესწრება, მე უბისას რო აშენებს რა, და იმერეთში მის მოწაფეებია რა. მაშინ აფხაზეთის სამეფო იყო ეს ტერიტორიები. გაექცა ხიბლის გამო, რომ მათაც მოუნდათ აღიჩნენ საღვთო შუუთო და მათაც მოუნდათ რომ იგივე 8 წლში ყოფილიყო და თვითონვე დაეარსებინათ მონასტერი და იქ ემოღვაწეოთო. დღეს როგორც კი აღკვეცავენ ბერს ეგრევე ფიქრობს სარიშევო სპონსორი რომ ააშენოს მონასტერი და გახდეს წინამძღვარი. ძალიან მაგარია ეს. ახალი ნაკურთხი ბერი და ახალი მონასტერი. ძალიან მაგარია. და ასეც არის. გასაოცარია რა, მონასტრები შენდება და მონასტრებში თითო ბერები არიან. ჰაჰაჰა, ორი ბერი. გადასარევი არის. და იქ ვისაც ორი ბერი არის, იმ მეორესაც უნდა იპოვოს სპონსორი, რომ გახდეს დამოუკიდებელი წინამძღვარი, მაგრამ თუ კი ჯერ კიდევ იქ არის, ეთქობა სპონსორი ვერ იპოვა და იმას იქ. გასაოცარია რა. გარეგნულად ეს ყველაფერი აღშენებლობა, კეთილმოწყობა თითქოს და ჩანს რომ ეკლესია იზრდება, ვითარდება, მრავლდება, მაგრამ კიდე გეუბნებით. გასაოცარია რა, მონასტრები თითო კაც შემთხვევაში თუ და მურჩებს აყენებენ და ასეთი მოღვაწეობა მიმდინარეობს. მე ვსვამ კითხვას, რისთვის, რატომ ხდება ასეთი მსგავსი ქმედებები ჩვენთან? რატომ ეძლევა ახალ ნაკურთხს, თუნდაც სტაჟიან ბერს, ასე გასვლა, თუნდაც რომ მას მოძებული კონდეს სპონსორები და სპონსორების მოძიება კიდე სხვა თემა არის სხვაშორის. თუ როგორ ხდება მოძიება სპონსორების რა. ეს სხვა დიდი თემაა და ჩემთვის ამაზღდენი თემაა ეს ძალიან. მაგრამ კიდე გეუბნებით. როგორ კაცო იონე დამასკელთუ ტუალეტს ხეხდა თქვა მორჩილებაში, დიდ მონასტერში თქვა. კიდე ამას გეუბნებით, წარჩინებული დიდებული ადამიანის შვილი თქვა, ხო? თვითონაც მაღალთანობაზე მყოფი ადამიანი. აქ არ ეკადრება, თქვა, რომ თუნდაც 10 კაციან საძმოში იყოს ბერი, თქვა. რა საოცარია რა, 10 კაციანი საძმო, 10 ბერი იყოს მონასტერში დღეს, თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ რა. ვერ ნახავთ, გასაოცარია რა. მონასტრები ბევრი გვაქვს, მაგრამ იმ მონასტრებში საძმოს რაოდენობა არის სასაცილო. და მე ვიდ კიდევ ახალ ფენომენალურ, ესე ვთქვათ, ტრადიციასთან რაც ხდება საქართველოში. ამ 20 წლის განმავლობაში. ეს არის ტურისტული, ესე ვთქვათ, გარემოს შექმნა მონასტრებში. ანუ ტურბაზების მოწყობა მონასტრებში, გასწრებით მარხვის პერიოდში ხოლმე. პანსიონატებად გადაიქცევა ხოლმე მონასტრები ხოლმე. აღდგომის მარხვაში განსაკუთრებით ხოლმე და ეს, ესე ვთქვათ, თითო ორი კაცი რომ არის მონასტერში, ამ პერიოდში ხდება დამსვენებელთა, ტურისტთა და ამას მე სხვაგვარად ვერ დავაფრევ ამას, ესე ვთქვათ, ამ ხალხის განლაგება, განთავსება ამ მონასტრის ტერიტორიაზე და ხდება მე საკუთარ 60 კაციანი მონასტრები ხდებიან ხოლმე მინიმუმ ხოლმე ესე ვთქვათ. მორჩება აღგობის მარხვა, სხვა მარხვა და ისე იცლება ეს მონასტრები. ანუ ჩვეულებრივი ტურისტული, ესე ვთქვათ, სააგენტო უნდა ჩამოვაყალიბოთ, ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს, მე კაი იდეა იქნება პრინციპში. ვთქვათ, მოსახურებით ყველაფრით, კომფორტით ალბათ, კაი იქნება პრინციპში, ცუდი რატომ უნდა იყოს, არა, მაგრამ რეალობა ასეთი არის. ეს როგორ დამოკიდებულება არის? მარტო იმ ადამიანების, ვთქვათ, რელიგიურ სული მდგომარეობა არის, თქვა, ვინც ჩადის და ასე ისვენებს ამ პერიოდში, თუ იმ მონასტრის საძმოს, თქვა, ამგვარი არსებობს ადამიანების, თქვა, პრობლემა. ორი პრობლემა არის.
იმიტომ რომ თუ ჩადის, ის არ უხსნის რატომ ჩადიხარ, რა ჩადის ეს ადამიანი რა. თუ ჩავიდა, მოდი ეკეთნებ და აუხსენი, რა გინდა რა. გამოგიდება ამგვარი არის. მიდიან ამგვარი ადამიანები სულიერ მადლს იყიდებენ ტომარაში, დიდ ტომარაში აგროვებენ და მოდიან სულიერი ტომარით უკან მოკიდებული მონასტრიდან და ფერს რეალობაში ხარჯავენ ამ მადლს და ყოფნით მე მომავალ აღდგომამდე კიდევ ისე და ასე. ზოგი იქ მიდიან და ცხოვრობენ ქრისტიანულად, ხოლო დაბრუნდებიან და კვლავაც ჩვეულებრივად უბრუნდებიან თავიანთ საქმეებს. როგორც წესი. ეს არის საშინელება კიდე გეუბნებით რა. ამგვარი ქმედება არც ბერმონაზნობის გამრავლებას ნიშნავს, არც პოპულარიზაციას და პირიქით იმ მონასტრებში ერული სულის და სულისკვეთების შეტანას კი ნამდვილად უწყობს ხელს. და თუ კი მართლა ვიღაცა ღირსეული მოსაგრე არის იმ მონასტერში ვიღაცა თუ კი არის, ხო? რა თქმა უნდა, მისი პატარა ნაგებობაც სულიერიც ინგრევა ამგვარი ცოდვით დაცემული, ცოდვით გამძღარი და მონანიებელი და თავის თავში დარწმუნებული ხალხის მონასტერში სტუმრობის შედეგად ის პატარა ნაგებობაც მისი ინგრევა და იმსხვრევა. მეორე და მესამე თუ მეოთხე პრობლემა არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ყველას უნდა რომ საკუთარი მონასტერი ააშენოს, უნდა რომ ეს მონასტერი რაც შეიძლება ახლოს იყოს თბილისთან. თუ უკვე დაკავებული არის თბილისში პოზიციები. თქვენ გაგიგიათ ალბათ, მეც გამიგია მაგალითად. ერთ-ერთი მორიგი თქვენ ზღაპარი დავარქვათ ამას თუ თქმულება დავარქვათ ამას მეორე მოსვლის პერიოდში რომ თურმე ეს კანონზომიერებაა რომ ბერები იცხოვრებენ როგორც თქვათ ერისკაცები ან ქალაქებში ეს ასე გაგებული ის ხო ასაუცარია რა ბერმონაზნობა შეიქმნა იმისთვის რომ ამ ყველაფერს განრიდებოდა და იქ მოიპოვათ ის სულიერი მადლი იქ მიცემოდათ ეს საშუალება, რომ აქ არ ხდებოდა ამის აკუმულება, ამისი დაგროვება და ვარქვათ თუ ამისი რეალიზება იმ სულიერ ძალებს, რომ აქ დაკარგულია ქალაქში, ძალიან ძნელია, რომ აქ უყურო შიშველ ქალს და შენი ფიქრო ცხოვრებაზე, ძალიან ძნელია, თქმა უნდა. ანუ განერიდნენ და თუ კი მეორე მოსვლის დროს, თქვა, სიყვაზე, ხო? ბერები იცხოვრებენ ქალაქში, თქვა, ხო? თან იმ პერიოდში ხომ ეს ყველაფერი ხო გამძღრებული იქნება ეს ყველაფერი გააყნილობაც, გაყუმართებაც, ხო? მაშინ ისმის კითხვა, ვინ უნდა გადარჩეს მაშინ რა? ამ ბერებს ხონება გადარჩენა უნდა? ძალიან საინტერესოა რა. მართლაც და ახლოს იქნება მაშინ, როდესაც ბერები დაიწყებენ ისე ცხოვრებას, როგორც ფერის ხალხი ქალაქში, მართლაც და ახლოს იქნება მეორე მოსვლა, ნამდვილად. სამწუხარო არის ეს, როცა ჩვენ გვიხდება ამგვარ ტენდენციებზე საუბარი. მოხდა სამწუხარო არის. აღლაპარაკობ თუ როგორ ხდება კურთხევა, აღკვეცა ბერად, არანაირი გამოც, არანაირი რაღაცა დაკვირვების, არანაირი თქვა რაღაცა დროის განმავლობაში, მართლაც აი უნდა თქვა მონადირება ხდება ამ ადამიანების რაღაცა მათ ხიბლზე წათამაშება ხდება მათ ხიბლზე ესეთი დიდი ესე ვთქვათ ზეწოლის თუ წახალისების ხარჯზე ხდება ამ ყველაფრის მოტანა და მასაუცარია ის თემა რომელზეც მე მინდა კიდევ მოვაყოლო ამას ეს დაკავშირებული არის სწორედ ბერმონაზნობასთან და არა მარტო მასთან. რა თქმა უნდა, ამგვარ გარემოში იშვიათი გამონაკლისის გარდა ცხადია და მე შეიძლება ვთქვა, რომ ჩემთვის იშვიათი გამონაკლისები შეიძლება ჩამოთვალოს 3-4 წელი. ადამიანი იმ მრავალრიცხოვან ბერმონაზნობის ესე ვთქვათ არეალში, რომელსაც მეტნაკლებად ვიცნობთ. მაგრამ
ზოგადად ამ გარემოში ცხადია სასულიერო პირი ბერი თუ მას მithumetes მიღებული აქვს სასულიერო ხარისხიცა რა ველია არქიმანდრიტია იღუმენია რა რა თქმა უნდა ჯერ ერთი რომ ვერ გაზდის და ვერ გაიზრდება თვითონაც სწორად და მეორეც ვერ გაზდის ასევე ადეკვატურ ასევე ქრისტიანულ ფასობებზე ორიენტირებულ და არა სპონსორზე ორიენტირებულ მორჩილი იქნება თუ ვერ იქნება ვერ გაიზრდება და ვერ გაზდის გასაოცარია რა სამაგიეროდ რაღაცა ხო ვითარდებათ არა როგორც აღნიშნე ვითარდება რა მათი მთელი საქმიანობა სულიერ დავარქვათ არის კაი ვარიანტი გულისხმობ არის კეთილმოწყობა გამშვენება აღშენება აზრებისა მოწყობა ხოლო ცუდ ვარიანტს აღარ ვიტყვი რა არის გარდა ამისა ამგვარად მოაზროვნე ამგვარად მოღვაწე ამგვარად მოსაგრე ადამიანებში რომ ეს დაფუძნებული არ არის იმ ფასეულობაზე რაც გრიგოლ ხანძთელი ანტონი დიდი მაკარი დიდი ახუმი დიდია რა რომ არ არის ყალიბდება უთისა და ვთქვათ ექსტრემისტული გასაოცარ სიტყვა არა ექსტრემისტულია რა რადიკალური დამოკიდებულება თეთრ სამგლოების მიმართ გასაოცარია რა მე ვგითხარით აბა რა თბილისელებლებიო ვიცი და დამოკიდებულება გააქვთ ეს ზოგადად თბილისელებზე კი არა საუბარი მე თეთრ სამგლოებაზე საუბარი და მარტო ეს მაგალითი ვიცი მე რა თქმა უნდა და ძირითადში სხვა ისე ვთქვათ თემებში გამოიხატება და აისახება ხოლმე ეს და თქვენც და მეც ვიცი ეს ხალხში მასაში ეკლესიურ მასა დავაკვირდები ამას თორე სხვა არ არის ეს მდგომარეობა ეკლესიურ მასაში გაგიგონიათ ალბათ რომ ხო იმასთან მიდის შავი ბერია ანუ რა ეს დაახლოებით ეს მოიაზრება რომ შავი ბერია და მეტი მადლი აქვს რაღაც ამგვარი დამოკიდებულება გამოჭვივის ხოლმე ამ ნააზრევში და ნათქვამში ხოლმე მაგრამ ეს კიდე არაფერი მაგრამ თვითონ აი ამ შავი სამგლოების ამბები იქამდეც კი მიდიან ამისი ბევრი პრეცედენტი ვიცი მე მოდ სახელების აღება არ მინდა ეხლა უბრალოდ რომ პირდაპირ უთქვამთ რა უთქვამთ რომ როგორ შეიძლება თეთრი მგლის ნაწილი წირვაო გასაოცარია რა გასაოცარია ამგვარ სიცობემდეც მიდის ზოგიერთი მორწმუნე მოსაგრე მოღვაწეც კი და ამით ნიშნავს ამით ხოლმე გამოხატავს იმას რომ მან ეკლესიის ისტორიაც არ იცის რომ ამგვარი დამოკიდებულების გამო შეჩვენებული აღმოჩნდა ევსტაფიოსი და მისი მიმდევრები რომლებიც თვლიდნენ რომ ცოლიანი გლის წირვა იყო სიბილწე და არ შეიძლებოდა ეს ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში ღანგრის კრებამ დაგმოეს მდგომარეობა და მე-4 საუკუნეზე ლაპარაკი ხა არის 21 საუკუნე ხო და ესე იგი ეს აქ მარტო განათლების პრობლემა არ არის აქ არის სწორედ იმ საფუძვლის არარსებობა რაზეც აგებენ ისინი თუ აგებენ ცხადია თავის სულიერ ნაგებობას არადა მესამე საუკუნის დიდი მოძღვარი ეკლესიის მოძღვარი კლიმენტი ალექსანდრიელი საოცარ რაღაცას ამბობს მოძღვარზე რომელსაც ყავს მეუღლე მესამე საუკუნეში ჯერ კიდევ ბერმაზნობა არ არსებობდა მაგრამ აქ ლაპარაკია იქ იყო აქ ცოლიანიც იყო და უცოლიც იყო ცხადია ცოლიან მოძღვარზე რა საოცარ სიტყვებს იძახის კლიმენტი ალექსანდრიელი რომელიც მდგომარეობს ამაში რომ ამგვარი მოძღვარი ამ ცოლიანი მოძღვარი უაღრესად ამ მოძღვარს უაღრესად დიდი ტვისტი გააჩნია და დიდი პასუხისგებლობა ღვთის წინაშე ვისაც არ ყავს ცოლი ანუ შვილების მათ შორის იმიტომ რომ ამ ეს მოძღვარი ვისაც გააჩნია ცოლ-შვილი ხო უსაზღროდ დიდ შრომას წერს უსაზღროდ დიდ მოღვაწეობაშია ვიდრე უცოლო მოძღვარი რატო მარტივია ეს პასუხი იმიტომ რომ
ამგვარი მოძღვარი ღვთის წინაშე პასუხისმგებელი არა მარტო თავის თავზე, თავის სულზე ჯერ, არა მარტო თავის მრევლზე, არამედ თავის შვილებზეც და თავარია თავის მეურნახევარს, რომელიც ურთულესი არის. ასაკუთრებით მოძღვრების მეუღლეობა არის ურთულესი, როგორც თავად მეუღლეობისთვის, ასევე თავად მღვლებისთვისაც. აქედან გამომდინარე, მისი, ესე ვთქვათ, ფასი ამგვარი მოძღვრებისა, მისი ღვაწლი ამგვარი მოძღვრებისა განუზღვრად დიდია, ვიდრე მათი, ვისაც არ გააჩნიათ ცოლ-შვილი და ცოლი ზოგადად. ეს არის კლიმენტი ალექსანდრელის სიტყვები. გარდა ამისა, როგორ შეიძლება ითქვას ამგვარი, ვთქვათ, აზრათაც მოგივიდეს ამგვარი, ვთქვათ, შეხედულება, ზოგადად თეთრ სამღვდელოებაზე რაღაც ესეთი რა, ხო თეთრია, ის შავი, დიდი. როდესაც უდიდესი მღვდელმთავრები ქრისტიანობის ისტორიაში, რომელიც არსებობდნენ, იყვნენ ცოლიანები თუნდაც სპირიდონ ტრიუმფუნტიელი, უდიდესი წმინდანი, დიდი მღვდელმთავარი, რომლის ფაჩუჩებიც ასე მოდაში საქართველოში. ხო? ანუ იმის თქვა მინდა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული არის, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ეს აი ამ ბერმონაზნული ცხოვრება ჩვენ არასწორი საფუძვლის შენებით ვიწყებთ. შესაბამისად, ჩვენ თუ მას ავაშენებთ ქვიშაზე, როგორც ახარებაში არის რა, მოვლენ დიდი წყალნი და ეს ნაგებობა დაეცემა, დიდი იქნება მოეხრობა და დაცემა ამ სახლისა. აქედან გამომდინარე, პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა ყველასი, ეკლესიაში ვინც ვართ. პრობლემა არის უდაოდ ის, რომ ჩვენ პოსტაპტიურ რეალობაში ვერ მოვახერხეთ ფაქტიურად ვერც ერთი ინსტიტუციის შექმნა, მათ შორის ბერმონაზნობისას, რო ჩამოყალიბდა. პრობლემაა ის, რომ რაც ჩამოყალიბდა, ის დიდ პრობლემას უქმნის უკვე არსებულ რეალობას, ადამიანების ცხოვრების საქმეზე ლაპარაკი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მე ასე ვხედავ ამას და თუ აი ამ პრობლემებს, თუნდაც ერთ პრობლემას, ბერმონაზნობის პრობლემას არ მიეძღვნა ერთი საეკლესიო კრება ადგილობრივი ჩვენში, მაშინ ეს რა თქმა უნდა არ მოგვარდება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო კრებას აქვს რა თქმა უნდა ველიგირება იმისა, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები, არადა აუცილებელი არის. მოაგვაროს და ნუ იქნება ამდენი მონასტერი, ნუ იქნება, მაგრამ იყოს თუნდაც 10, მაგრამ იმ მონასტერში იყვნენ საძმოები, იმიტომ რომ თუ კი საძმო არ არის, ის კიდე რა არის და მარტო არის ვიღაცა წინამძღვარი, ვიღაცა იღუმენია ნაქმედი თავის მონასტერში, იმას დიდი შანსი აქვს, მარტონყოფობის პერიოდში, ესე ვთქვათ, ხო, რომ თავისი ცხოვრება დაღუპოს ერთი და სხვაებიც მიაყოლოს თან. იმიტომ რომ როცა მარტო არის, არავინ არ აქვს ხმის გამცემი. ხმის გამცემაში აგულისხმობენ თქვათ მორჩილს ან ვიღაცას თქვათ. სპონსორს მით უმეტეს. ამეთ ჭკუის დამრიგებელს ლაპარაკობ რა, რომ მამა ოცნები არასწორია. მაშინ დიდი შანსია თქმა უნდა, რომ მისი აპარტამენტებამ წარმართოს მისი ცხოვრება, არა მარტო სულიერი იმ მიმართულებისკენ, სადაც კირილია და კბილთა ხრჭენა არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საძმოში, როცა ეს საძმო არსებობს, იქ ეს რაღაცა კანონებით, ტიპიკონით ბოლოს და ბოლოს რეგულირდება. თქვენ ვერცერთ მონასტერს ამწუხავთ ვერ მომიტანთ, სადაც ტიპიკონით წარიმართება ბერმონაზნული მოღვაწეობა რა. და ეს ტიპიკონი არ არის რაღაცა 6-ზე უნდა ადგე და ილოსო რა იქა რა. ტიპიკონი არ არის. არც ერთი მონასტერი არ არის ამგვარი, რა სამწუხავთ. თუ არის მურიშვილი რა თქმა უნდა, ერთი მაინც თუ არის. არც ერთ მონასტერში არ არის გაჩაღებული საგანმანათლებლო მოღვაწეობა. არც ერთ მონასტერში. ჯერ თვითონ არ უსწავლეთ რა თქმა უნდა და სხვას რა უნდა ასწავლონ რა. ერთი სასიხალო პრეცედენტი არის, ერთადერთი მეც ვიცი რა. არ დავასახელებ. სადაც
მონასტრის წინამძღვარმა თუ კეთილ მოწესე გადაწყვიტა, რომ მონასტერში სპონსორის არსებობის პირობებში გასაოცარია აეშენებინა არა კელიები, კეთილმოწყობილი, არამედ ბიბლიოთეკა. ერთადერთი ეს შემთხვევა ვიცი მე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. გასაოცარია რა. გარეგნულად ყველაფერი რაღაც არის. გარეგნულად ყველაფერი წინავს. ან ეხლა თუ არ წინავს, მოაოხრებენ და იწყინებს. მაგრამ რეალობაში არის ძიმესი მდგომარეობა, მეორე, თუ კი ამის შესახებ არ შედგა საეკლესიო კრება და არ დაარეგულირა აღნიშნული პრობლემები, ჩვენ უდიდეს კრიზისამდე მივალთ. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, თუ კი იმ მონასტრებში სწორი სულიერი საზდო თუ არ იქნება და ბაზისი და რო არ არის ჩამოთვალე პრობლემებია რა. თუ კი არ იქნება შესაბამისი განათლება, რომლის წყაროც იყო ყოველთვის მონასტერი. მაშინ ეს ხალხი იქცევა იმ ბნელ ძალად, რომელიც ყოველთვის ანგრევს ეკლესიას, შიგნიდან ანგრევს. ეს გარდაიქცევა დესტრუქციულ ძალად ეკლესიაში, რომელიც დიდ საფრთხეს შეუქმნის მას. ამიტომ მე ვიძახი იმიტომ, რომ ეს დარეგულირდეს, ეს მოგვარდეს. იშვიათი გამონაკლისები საქმეს ვერ შველის, რა თქმა უნდა. მადლობა ღმერთს, რომ იშვიათი გამონაკლისები არსებობენ, მაგრამ ეს ზოგად სულაც ვერ ქმნის და არც ქმნის და არც შექმნის ვერასდროს. ამიტომაც ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული. თუ კი რა თქმა უნდა ჩვენ ვინმე მაინც დარდობს საქართველოს ეკლესიის და ეკლესია კიდე არის არა ნაგებობები, არამედ ამ ქრისტეს სხეულში, მისტიურ სხეულში გაერთიანებული მორწმუნე ადამიანები, მორწმუნე საზოგადოება. თავარი ორიენტირი ეს არის, რომ ადამიანების სულები ვიხსნათ და მივიყვანოთ უფლამდე. და არა ის თამდენად კეთილმოწყობილი ტაძარი თუ მონასტერი გვექნება. მე შეგახსენებ და ამით დავამთავრებ კიდეც გავრიელ დაფანჩულის სიტყვებს, სპონსორის სიტყვებს, მე-9 საუკუნის სპონსორის სიტყვებს. და ვისაც სურვილი აქვს დასპონსორება რაღაცის, ეს იყოს მის მაგალითი. რომ ჩვენ გვაქვს მატერიალური სიკეთე, თქვენ სულიერ. და მოდი ურთიერთ შევაზავოთ ეს ყველაფერი. ვინც არ გაძლევთ სულიერ საზდოს, მათ უნდა დააფინანსებთ. და თავსაც ნუ მოითხოვებთ რა. რასაც გაძლევენ შეიძლება იმას ნუ დაარქმევთ მაინდამაინც სულიერ საზდოს რა. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია თქვენთვის რა. თქვენს ამ ქვეყნის ცხოვრებას ძალიან არ უშლის ხელს. როგორც კი თქვენს ცხოვრებას შეუშლის ხელს და დისკომფორტულად გატარებთ თქვენ ცხოვრება. ჩამოთვალეთ რომ ესე იგი მათ მართლაც მოუწიათ სულიერი საზდო. ამ შემთხვევაში დააფინანსებთ. ნათვალე აუცილებლად. ალბათ. აი, ამ რას რა, მე იმას არ მოვro, მე ხდები რომ განათლების დონე გასაკვირველი არის დაბალი მონასტრებში არის ეს მომენტი. არა, მე როცა ლაპარაკობ ბიოგრაფიაზე, მე ლაპარაკობ თეცაბლოში მაღალი განათლების დონე აქვს. ამაზე ლაპარაკობ. უბრალოდ აი მე ასე ვამბობ, შეიძლება იყოს იქ ბერი სიტყვაზე და ვიღაცა მრევლი იყოს 3 წლის სიტყვაზე და იმას უფრო დიდი განათლება ჰქონდეს ბევრად და იმ ბერს 1 წლის ბერს სიტყვაზე და აი ბევრად მინახია რომ აი თუ ბერი ყოფილა და სიტყვაზე რაღაც ისეთი რაღაცა არ იცის, ნუ მაგრამ ის ბერია, იმას თავის გზა აქვს ასე ვთქვათ, არჩეული და ის თავის მეცმა ყველას გაუმარჯოს, მას თავის გზა არჩეული. თავის გზაზე. როცა მაგას ვიძახი, როცა გადაკვეთა ხდება ამ გზებისა, როცა ერს შავსავდელოებას ახსარებას აბარებენ ახალგაზრდა გოგუები, ისმი? ეს არის როცა ახსარებას აბარებს ადამიანი, ცოლშვილიანი ადამიანი და
ქრობის ურთიერთობის პრობლემებს განიხილავს ბერთან, უმეტეს თავისი გამოცდილება არ გააჩნია და გაგებაში არის რა უნდა მოაყვაროს. ესმის ამაზეა ლაპარაკობა. ეს არის დაუშვებელი და არასწორი დამოკიდებულება, თორე რა თქმა უნდა, განათლების პრობლემა იქაც არის და აქაც არის. ამაზე კი არის საუბარი. აქ ლაპარაკობს რომ იმ მიმართულებაში თუ ხარ, აქ ნუ გადაიკვეთება შენი გზები მაშინა და გავითარდე წარემატია მაშინ, მაგრამ კიდე ეს დავამატებ, რა თუ შეიძლება ბოდიში მოგაგაცვეთ. მე ესეთი შემთხვევებიც მე ვიცი 25 წლის ბიჭი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა ნარკოტიკები იყოს, რა 1000 თავის ცხოვრების პრობლემა ჰქონდა, წელიწად ნახევარში გახდა ბერი მამაო და ეს წელიწადში გაუშვეს ისეთ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში, სახელმწიფოს არ უწევდა აბსოლუტურად რა ქვეყანაში ეს კაცი, რომ არ ვიცი, იქ ის რომ გაუშვა, რა გამოსtildeს სტარეზი შეიძლება ის გაგიჟდეს, მიხვდი და ეს ყავ ხალხზე მე თვითონ ბერებისგან გამიგო ეს საავტოროს მე არქიმანდრიტ მომწონს. ეს არის საავტოროს სასწავლო ბრძოლა და შენ რომ მისი არქიმანდრიტი ხარ, ეპისკოპოსი ხარ, ამას უშვებ. შეთანხმდა ხო იღება ხელაპას იმას რომ რაღაცა დაემართოს და იქო აიჭრას ის ადამიანი ბერი 27 წლის არქიმანდრიტი და 28 არქიმანდრიტი იმაში იტალიაში თუ ესპანეთი იქნება თუ საფრანგეთი თუ ლონდონი იქნება ეს ხო იმის პასუხისმგებლობაც არის მის ამას აკეთებს მე ვიცი ერთი შემთხვევა გაიხადა კაცმა ეს და ცოლი მოიყვანა მეორე შემთხვევა ცოლი მოიყვანა და ის ეს თვეში მას ვერათ აკუთხა იმის პასუხისმგებლობა თვითონაც დგება თუ არ დგება ეს მაინტერესებს უდაოდ თვითონაში აგერს პირველ რიგში პასუხს აქვს ო თოს მოიყოს თუ არა ბერად რჩება რა მისლობა მე ვიცი რომ მე ისევ დაბრუნდა მონასტერში. მე ვიცი არა არის მე ტენდენცია რომ არასწორ საფუძველზე მიდის ესაა თორე კიდევ იშვიათი გამონაკლისები იქაც არის და აქაც არის მაგრამ ზოგადად ეს უნდა დარეგულირდეს არ შეიძლება რომ თვითონ მონასტერში იყოს თვითონ წინამძღვარი არ შეიძლება რომ ახალ ბედა თქვა გამოუცდელი სულიერ ბრძოლაში პირველში და თუნდაც საერო ცხოვრებაში ის ადამიანი წავიდეს თუნდაც როგორც თქვით შუაგულ ევროპაში რაცო ჯერ აქ რა ხდება და აი ეს მამა აი ეს 10 წლიდან რო იყო ხაბერი ჩამოსული ხო იმან თქვა რომ ის მონასტერი რომელსაც კაცი ოჯახი ასავალ იქიდან წამოვარდა ოჯახზე გულასროებული ისო მონასტერი არ არისო ხო იქო პირიქითო პიზმო გაუღვიძო სიყვარული ოჯახის მიმართო და დასაკვირველია და მეც აი ჩემი პირადი გამოცდილებებით რომ წინამძღვარს რომ ესაუბრებოდი ხოლმე ის პირველ რიგში მაგას მიშევდა რომ ოჯახი არის მთავარი და ეს არის თქვენ იშვიათი გამონაკლისების ასე ვთქვათ ხო მე მესმენთ რომ მე სხვაც მინახავს რაც სხვანაირად არის დასაკვირველი არსებობს და ეს ალბათ მე მგონი ეს ფრაზა ეს მეგონი ეს თეზა ნორმალურია რომ არ შეიძლება შავ საქმიანობას შავ საქმიანობა გიგვარებდეს ოჯახურ პრობლემას უსაზღოდ ბევრი და ბევრი პრობლემა არსებობს და როცა მას ამგვარ გამოცდილება არ გააჩნია როგორ შეიძლება ამ მოგვარს მორეობა ხარ